გამარჯობათ, დღეს მინდა ვისაუბრო ვაჭრის არქეტიპის შესახებ ზღაპრებში. ვაჭრის არქეტიპი ერთ-ერთი გამორჩეულია ამ არქეტიპთა გალერეაში, ძალიან საინტერესოა. ვსაუბრობთ იმაზე, რომ ვიდრე ვაჭრის არქეტიპი ჩამოყალიბდებოდა, მანამდე იყო მონადირე, რომელიც გადიოდა სანადიროდ ნადავლის მოსაპოვებლად და მას ძალიან დიდი განჭრიახობა სჭირდებოდა, ძალიან დიდი მოთმინების უნარი, მიტყუების უნარი ცხოველისა, დიდხანს შეეძლო რომ ჩასაფრებული ყოფილიყო და მოიპოვებდა რა ნადავლს, ამასთან ერთად საჭიროება ჰქონდა იმის, რომ გაეყიდა რაღაც ნაწილი ამ ნადავლისა. შესაბამისად, უნარები ურთიერთობისა, კომუნიკაციისა ადამიანებთან აუცილებლად უნდა ქონოდა კარგად განვითარებული და ეს მონადირის ინსტინქტი ძალიან ძლიერად არის ჩადებული ვაჭრის არქეტიპში. ის გამორჩეულია თავისი კარგი კომუნიკაციებით, კარგი ურთიერთობებით, შეუძლია საერთო ენის გამოძებნა, როგორც ადამიანებთან, ასევე ცხოველებთან. ცხოველებთან შეუძლია კარგი ურთიერთობის დამყარება, მათი მოთმინიერება. საკმაოდ ალღოიანია, ნებისმიერი სიტუაციიდან იოლად შეუძლია რომ გამოვიდეს რთული სიტუაციების ესეთი უცნაურად თავისებური გადაწყვეტილებები აქვს, თავისუფლად შეუძლია რომ დაძლევს ნებისმიერი სახის სირთულეები. საკმაოდ დიდი ავანტიურისტული ბუნება აქვს, ამავე დროს კომბინაციების კეთება შეუძლია, მოკლედ ძალიან ალღოიანია და ძალიან გამორჩეულია სხვა არქეტიპისაგან ამ თავისი ბუნებით. მაღალი განვითარების შემთხვევაში ღირებულებები საკმაოდ მაღალი აქვს. ისი სწრაფის დაფარულისკენ, თქვათ განძისკენ, ძალიან დიდი რისკი შეუძლია გაწიოს, არის რისკის მოყვარული და მის არქეტიპს ქმნის თავგადასავლებისკენ დაუცხრომელი სწრაფვა. როდესაც საკითხი დგება არჩევანთან დაკავშირებით, რომ აი თქვათ მეგობარი უნდა დააყენოს წინ და არჩიოს თუ საგანძური, ის მეგობარს ირჩევს, ასე რომ აი ზოგად საკაცობრიო ღირებულებებზე დაფუძნებულია მისი პასიულობები, როცა არის მაღალი განვითარების დონისა. საშუალო განვითარების დონეზე სრულად ავლენს უფრო თავის უნარებს. მაღალი განვითარების პირობებში პასუხისმგებლობა მაღალი აქვს და ამ პასუხისმგებლობის სიმაღლე არ აძლევს უფლებას, რომ ყველანაირი თავისი ნიჭი და უნარი გამოავლინოს და ის სრულად ისავლენს თავის თავს უფრო საშუალო განვითარების დონეზე, როცა იმყოფება. გამოირჩევა ძალიან დიდი გამჭრიახობით, მრავალი კომბინაციები შეუძლია რომ მოიფიქროს და საკმაოდ დიდი გამამგონებლური უნარი და ნიჭი აქვს, ანუ შემოქმედებითი მაღალი პოტენციალი აქვს და მისი ღირებულებებიც გამორჩეულია და საკმაოდ მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმა უყვარს, აი მთელი საზოგადოებისთვის სასარგებლო გადაწყვეტს ხოლმე საკითხებს, მასშტაბური პიროვნებაა. დაბალი განვითარების დონეზე აბსოლუტურად განსხვავებულია ანტიგმირი, როგორც ანტიგმირი ასე ავლენს თავის თავს, უფრო ხლართავს ინტრიგებს, გსოვს რაღაცა მანიპულაციის ბადეებს, რომელშიც აღმოაჩენს სხვა ადამიანებს, კარგად ერკვევა ადამიანის ფსიქოლოგიაში, იცის მისი სუსტი მხარეები და ამას თავისთვის სასარგებლოდ იყენებს სამწუხაროდ და ცდილობს, რა თქმა უნდა, რომ მოხიბლოს ყველა, სხვების სიფხიზლებს მოადუნებს, რაღაცა ალერსიანი საუბრით, ამ კარგი ურთიერთობებით და სინამდვილეში აი დარტყმისთვის ემზადება.
მის აი ამ ბოროტ ნაბიჯებს, რომელსაც ხშირად ახორციელებს, რა თქმა უნდა, არ უწერია დიდი წარმატება და არაფერია დაფარული, რომელიც არ გაცხადდეს. ეს ყველაფერი რაღაც მომენტში ვლინდება და რა თქმა უნდა, მის საწინააღმდეგოდ მუშაობს. მას შეუძლია დააჯახოს ერთმანეთს გმირები, დეზინფორმაციის ქსელში აღმოაჩინოს მისი მოწინააღმდეგეები და ერთმანეთს წაჰკიდოს და მოკლედ არის ოსტატი მცირე თუ დიდი სიბინძურეების ხლართვისა. ასე რომ როგორც დაუკვირდით დიაპაზონი სხვადასხვა განვითარების დონეზე რაც არის მისთვის დამახასიათებელი, საკმაოდ განსხვავდება ერთმანეთისაგან და ესეთი ფართო დიაპაზონი აქვს, თუ შეიძლება ასე ვთქვათ. აი ეს შეიძლებოდა ვეთქვა უფრო მოკლედ ამ არქეტიპისათვის, რომელიც ძალიან გამორჩეულია თავისი საოცარი ნიჭიერებით, გამოგონებლურობით, ფანტაზიის მაღალი უნარით და შემოქმედებითი დიდი პოტენციალით. მინდა შეგახსენებთ, რომ ჩვენ უკვე ჩავწერეთ რამდენიმე არქეტიპის შესახებ ვიდეოები. შემდეგი ჩანაწერი მიეძღვნება ფილოსოფოსის არქეტიპს და კიდევ 2 არქეტიპი დაგვრჩება, სრულად რო გქონდეს წარმოდგენა ზღაპარში არქეტიპების შესახებ.